შეტყობინება, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ორი ბარათი მაქვს ამოღებული. თუ გინდათ აირჩიეთ, თუ გინდათ არ აირჩიოთ, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. პირველ დავიწყოთ პირველ ბარათით რა შეტყობინებაა. შეტყობინება არის ესეთი, რომ შესაძლებელია გაიარეთ საკმაოდ რთული წარსული, რთული ცხოვრების პერიოდი გქონდათ, მძიმე სიტუაციებთან მოგიწია ყოფნა და ფიქრობთ, რომ რაღაც საშინელება იყო, რაღაც ეს არ გეკუთვნოდათ, არ უნდა გაგევლოთ და ასე შემდეგ, მაგრამ გახსოვთ, რომ თქვენში არის ისეთი ენერგია, იმხელა ძალა და პოტენციალი, რომ შეგიძლიათ კვლავ იფრწყინოთ, კვლავ იკაშკაშოთ და კვლავ გამოასხივოთ და გამოანათოთ სიყვარულის ენერგია, რასაც ქვია. ანუ მიუხედავად თქვენი რთული წარსულისა, თქვენ მაინც ფრწყინავთ, მაინც კაშკაშეთ და მაინც შეგიძლიათ, რომ აი თქვენი რაღაც ისეთ შინაგანი სიძლიერე და ღირსება დაინახოთ. არ გადაუსვათ ხაზი. ის წარსული გამოცდილება თქვენთვის ძალიან ბევრი რაღაცის სწავლელი იყო და იმის ფონზე უფრო მეტად უნდა იბედნიეროთ და უფრო მეტად უნდა მისცეთ საკუთარ თავს ბედნიერების და გაბრწყინების საშუალება. ეხლა რაც შეეხება მეორე ბარათს. მეორე ბარათზე ესეთი შეტყობინებაა, რომ არ შეადაროთო თქვენ ცხოვრება სხვების ცხოვრებასო და გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავისი პირადი მოგზაურობა ამ ცხოვრებაში. ხშირად გვაქვს ხოლმე მომენტი, რომ ფიქრობთ, რომ ვიღაცამ ჩემზე მეტად რაღაცას მიაღწია, ან ვიღაცას ნახე როგორ გაუმართლა, მე კიდე ესე ვარ. ეს ადამიანური ფაქტორია და ხდება, მაგრამ გახსოვდეს, რომ შენი თითოეული გავლილი გზა, თითოეული გავლილი დღე, თითოეული წამი ძვირფასია სამყაროსთვის, შენთვის და თითოეული წამისგან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. არ ჩაიციკლოთ იმაზე, რომ ვიღაცა შეიძლება თქვენზე მეტად ჩანს უფრო წარმატებული ან რაღაცა უფრო იღბლიანი, თქვენი პირადი გზა გაქვთ, თქვენი პირადი მოგზაურობა გაქვთ ამ სამყაროში, ამ ცხოვრებაში და დააფასეთ თქვენი პირადი ცხოვრება.